ნოემბერული მინისტრად დაგასახელებ. მე ვიტყოდი, რომ მთავრობიდან განსაკუთრებით ჩვენთვის მმართველობის სკოლაში ჩვენი ინსტიტუტისთვის ბატონი დავით მერი მართლა ნომერ პირველი ლექტორი. ამაში გამოიხატება ყველაფერი, მისი პროფესიონალიზმი, ცოდნა, საქმისადმი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და საერთოდ ჩემი თანამშრომლები სახელმწიფო მმართველობის სკოლიდან მუდმივად ამას ამ საკითხს განიხილავენ, რომ ეს არის გასაოცარი ადამიანი, რომელსაც მიუხედავად თავისი დიდ თანამდებობისა, თავისი გაზრდილი მოვალეობისა და პასუხისმგებლობისა, აი ესეთი განსაკუთრებულად სწორი, პრინციპული და პროფესიულად გამართული დამოკიდებულება როგორც ლექტორს, როგორც მას უყვარს საქმიანობა, როგორც იგი სწორად აფასებს დაუშვათ აი იმ რესურსს, რაც არის სტუდენტობა, მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით და დღესაც მიზეზი აქ მოსვლის, რომ გადაცნოთ თქვენ რეფორმა, აი ვფიქრობ, რომ აი ძალიან ესეთი მაღალი დეობის, მაღალი პროფესიონალიზმის დამახასიათებელი, რომ აი ამ მინისტრი ამ თანამდებობის ადამიანი მოდის და დაცნობს რეფორმას. აინტერესებს თქვენი მოსაზრება, აინტერესებს თქვენი რეკომენდაციები, რჩევები და რა ვიცი, ცოტა ასევე დიდი პროფესიონალიზმი ვიტყობ თქვენს ჩართულობას და დამოკიდებულებას ამ კონკრეტული საკითხების მიმართ. კიდევ ერთხელ ძალიან მადლობა მოგაცემთ მოსწავლეებისთვის და ისურვებ წარმატებებს. Καλή μადლობა მოგესალმებით. წარმატებები ისურვოთ და წარმატებული ისურვოთ და გაგაცნოთ ის ძირითადი მიმართულებები ჩვენი რეფორმისა, რაც დიაგნოზა, რაზეც ვაფერებს მუშაობას. რატომ ადგილობრივი მმართველობის რეფორმა? ეს უბრალოდ იცით, რომ ამის მნიშვნელობის შესახებ ის რომ ნებისმიერი სადაც სამმართველო წესრიგი არ არის არის ხარდება ალბათ და კარგავს მეორე მეურვა ქვეყანა გაიარა მიზა და განვითარება პროგრამավորების სადაც ადგილობრივი დემოკრატია სადაც მოსახლეობის სწორად გაიმიჯნა ამის ასე ვთქვათ დასტურია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ძალიან ბევრი მაჟორიტი აღმოსავლეთ ევროპის საერთოდ აღმოსავლეთია კიდევ მასეჩი გაიარეს და ეს გაცილებით წინარია ეს არის პრობლემა პრობლემაც მელი მოაწერეს ადგილობრივი პროკურორის შექმნეს საკანონმდებლო ბაზა და ჩაატარეს რეფორმა და პერიოდულად ასე ვთქვათ აკეთებენ შეფასებას იმისა თუ რა იეს მათ ამ საქართველოს 2004 წელს იცით რომ მიუერთდა ადგილობრივი პროკურორის შესახებ ევროპულ ხარტიას და 2005 წლიდან მოახდინა მისი რატიფიკაცია. უმეტესობა ქვეყნების არის რატიფიცირებული, რასაც იმასოი შესაძლებლად სავალდებულოა და ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა იყოს გამოყენებული. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი ხარტიისა სუბსიდიარობის პრინციპი გულისხმობს სწორედ იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და ადგილობრივი მოსახლეობა ახლოს უნდა იყოს ერთმანეთთან და ის უფლებამოსილებები, რაც შესაძლოა ადგილზე იქნას სწრაფად და უფრო ეფექტიანად გადაწყვეტილი ადგილობრივი მმართველობის მიერ არ უნდა ამოვიტანოთ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, იმიტომ რომ ცენტრალურ ხელისუფლებას თავისი უფლებამოსილებები გააჩნია. ამიტომაც ქვეყანაში გადაწყდა ჩატარდეს ადგილობრივი მმართველობის და დეცენტრალიზაციის რეფორმა. ამისათვის საქართველოს მთავრობის დოკუმენტი, რომელიც 2012 წლის 25 ოქტომბერს დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ძალიან ხარჯად არის ხაზგასმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც აქვს დათმობილი ამ რეფორმის ძირითად მიმართულებებს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ნაცვლად დღეს არსებული ერთდონიანი ადგილობრივი
თვითმმართველობისა ქვეყანაში გაკეთდეს ორდონიანი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა. პირველი დონის ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტების, ქალაქების და ემების დონეზე, მეორე დონის ადგილობრივი თვითმმართველობა სამხარეებია. უბრალოდ თუ გაგიჩნდებათ კითხვა სამ დონეს ხედავთ და მაშინ არის საზოგადოებრივი თვითმმართველობა. საზოგადოებრივი თვითმმართველობა თავისი არსით არ იქნება კლასიკური თვითმმართველობა, მაგრამ ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ სოფლებში და ეს სოფლები შედიან რაღაცა თემში, თემი იქნება პირველი დონის თვითმმართველობა, ანუ მუნიციპალური თვითმმართველობა, ისევე როგორც ქალაქი იქნება ცალკე ადგილობრივი თვითმმართველობა, მაგრამ ამ თემში შემავალი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ სოფლებში, შექმნიან საზოგადოებრივ თვითმმართველობას, რათა უფრო მეტად იყვნენ ჩართულები მართვაში. სწორედ ეს ადამიანები სოფლებში შეიკრიბებიან, ჩაატარებენ სოფლის კრებულს. შეარჩევენ თავიანთი სოფლის პრიორიტეტებს, გამოავლენენ საჭიროებას და ასე შემდეგ, ისევე როგორც ანალოგიურად მოსთხოვენ ამ სოფელშივე არჩეულ წარმომადგენლებს იმას, რომ მათი საჭიროებები მიიტანონ თვითმმართველობაში, ანუ მუნიციპალურ თვითმმართველობაში, იქნა თუ არა ეს საკითხი განხილული, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ასე შემდეგ. ამიტომაც მუნიციპალური თვითმმართველობა იქნება, როგორც გითხარით, სოფლების გაერთიანებაში, ანუ თემებში და იქნება ქალაქებში. პირობითად ვთქვათ, რომ ავიღოთ რომელიმე ვთქვათ გორის მუნიციპალიტეტი, რომელიც დღეს ერთი მსხვილი თვითმმართველობაა. გორში იქნება თვითმმართველი ქალაქი გორი, რომელიც იქნება ცალკე თვითმმართველობა და გორში შემავალი სოფლები 5-6 თემში გაერთიანებიან და 5-6 თვითმმართველობა იქნება სასოფლო ტიპის დასახლებების დონეზე. მაშინ როცა სამხარეო თვითმმართველობა გულისხმობს დღეს არსებულ მხარეებში ნაცვლად გუბერნატორის ინსტიტუტისა, რომელიც არის ერთი ადამიანი და არის ცენტრალური ხელისუფლების მთავრობის და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ამ მხარეში და არ გააჩნია ესეთი მკაფიო განსაზღვრული უფლებამოსილებები, ამის ნაცვლად მხარისთვის უფლებამოსილებების მინიჭება და ამ უფლებამოსილებების განსახორციელებად საჭირო ბიუჯეტის მიცემას, მაშინ როცა მხარეებს ეს მხოლოდ ხარს და აღმოსავლეთ გააჩნიათ ადმინისტრაციული უფლებამოსილებები. როგორც თქვით, საზოგადოებრივი თვითმმართველობა გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობა ჩაატარებს სოფლის კრებებს და სოფლის კრებაზე იქნება არჩეული კრების თავმჯდომარე და წარმომადგენელთა საბჭო. სასოფლო დასახელება თავისი სტატუსით იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საშუალება იქნება, რომ ჰქონდეს თავისი არა ბიუჯეტი, არამედ ჰქონდეს ხარჯს დააღწიოს სხვადასხვა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოსაგვარებლად, საკუთრებაში ჰქონდეს ქონება, მიწა და ასე შემდეგ და შეეძლოს ამის კანონმდებლობის შესაბამისად დამყარება. ამიტომ ესეთი საზოგადოებრივი თვითმმართველობა არ იქნება კლასიკური თვითმმართველობა, უბრალოდ ის იქნება სოფლის დონეზე პრიორიტეტების შერჩევაში ჩართული, ის იქნება ის აირჩევს თავის წარმომადგენელს ამ თემის საბჭოში, ანუ თემის საკრებულოში, იმისათვის, რომ მის მიერ არჩეულმა წარმომადგენელმა სწორედ მიიტანოს საკრებულომდე ის საკითხები, რაც ამათული სოფლებში გასაგებია. იცით, რომ დღეს სოფლები ჩართული არიან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ადმინისტრირების საკითხებში და კანონმდებლობის მიხედვით ყველა სოფელი ვალდებულია ჩაატაროს სოფლის კრება, კრებაზე უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა საჭიროებები აქვს სოფლებს და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რას შეიძლება მოხმარდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ინსტრუმენტი, რაც გაჩნდა თავის დროზე და ალბათ კარგად მუშაობს სოფლის კრებების ორგანიზებასთან დაკავშირებით და სოფლის მოსახლეობაც ნელ-ნელა მიეჩვია იმას, რომ იკრიბება და თვითმწყვეტავ პრიორიტეტს ეს არ ჩავჭრათ, არამედ გამოვიყენოთ როგორც ინსტრუმენტი იმისათვის,
რომ ერთის მხრივ რეფორმირების პროცესში ჩვენ გქონდეს სოფლის მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მეორეს მხრივ ჩაატარონ მათ სოფლის კრებები და არა მხოლოდ სოფლის პროგრამის ადმინისტრირება მოახდინონ, არამედ მოახდინონ სოფლის საჭიროებების განსაზღვრა და ასე შემდეგ. ამიტომაც აი მიმდინარე ეტაპზე მაგალითად ვთქვა, დღესაც სამთავრობო მუნიციპალიტეტებში დღევანდელობას ტარდება სოფლის კრებები. რაც გულისხმობს იმას, რომ სოფლის მოსახლეობა არჩევს თავის პრიორიტეტებს შედგება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდე ჩავატაროთ დამატებითი კრებები, იმისათვის რომ კრებებზე მოხდეს სოფლის მოსახლეობის რეფორმირების საკითხების გაცნობა და გარდა ამისა სოფლის კრებები გამოიყენოთ როგორც ინსტრუმენტი მოსახლეობასთან კონსულტაციების კუთხით. საზოგადოებრივი თვითმმართველობა ინტეგრირებული იქნება პირველი დონის ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში, როგორც გითხარით და შეიძლება მას თვითმმართველობა მისცეს ძალადობრივი ფუნქციები. მაგალითად ვთქვათ, როცა სოფლობა გადაწყვეტა, რომ მისთვის პრიორიტეტულია სოფლის გზის შეკეთება ან წყალსადენის მოწესრიგება, შეიძლება თვითმმართველობამ ამ სოფლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მისცეს შესაბამისი თანხა და უთქვას, რომ შენ თვითონ მოაგვარე შენ სოფელში არსებული ეს პრობლემა. იმისათვის რომ ყველა წვრილმანი პრობლემის მოგვარებაში თვითმმართველობა არ იყო ჩართული, არამედ თვითონ ხალხმა მოახდინოს ამ საკითხების ორგანიზება. გარდა ამისა, ის ჩართული იქნება საბიუჯეტო პროცესში, ანუ რადგანაც თვითონ საზღვრავს რა იქნება სოფლის პრიორიტეტი და ასე შემდეგ, ეს პრიორიტეტი მიეწოდება ადგილობრივ თვითმმართველობას და თვითმმართველობამ ეს უნდა ასახოს ბიუჯეტში. როგორც ვთქვით, შესაძლებელია მათ კონდეთ იქნება მიწა, ბუნებრივი რესურსები, ეს გამომდინარეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონიდან, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს საკუთრებაში რესურსები და გარდა ამისა მას შეუძლია რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით დამყაროს ეს რესურსი. შემდეგი ეს იქნება მუნიციპალური თვითმმართველობა, ანუ რეალურად სრულყოფილი თვითმმართველობა ახორციელდება მუნიციპალურ დონეზე, რომელიც იქნება საქალაქო ტიპის დასახლებებში, როგორც თქვით, და თემებში, რომლებიც სოფლის გაერთიანებას ქმნიან. რა იქნება ძირითადი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის პროგრესი. კი ბატონო, თქვათ, გორში საქალაქო ტიპის დასახლება შეიძლება ძალიან მარტივად გამოყოთ სასოფლო ტიპის დასახლებისგან, იმიტომ რომ ეს არის ურბანული დასახლება, ეს არის არაურბანული დასახლება და მიენიჭოს მას თვითმმართველობის სტატუსი, მაგრამ სოფლები როგორ დავაჯგუფოთ, ესე ვთქვათ და როგორ განსხვავებოთ, რამდენი სოფელი იქნება ერთ თვითმმართველ თემში შემავალი. ამისათვის უნდა გავეთვალისწინოთ დემოგრაფიული და გეოგრაფიული კრიტერიუმები, ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური კრიტერიუმები და სოციალური და კულტურული კრიტერიუმები. მაგალითად ვთქვათ, როგორია მოსახლეობის სიმჭიდროვე, როგორია მოსახლეობის რაოდენობა იმ სოფლებში, რომლებიც ესაზღვრება გაერთიანდნენ ერთ თვითმმართველობაში. რამდენად არის იქ საკმარისი რესურსები ამა თუ იმ უფლებამოსილების განსახორციელებლად და ასე შემდეგ. როგორი იქნება არჩევნების წესი? ამომრჩეველი აირჩევს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს 2 წლის ვადით, შემოთავაზებულია პრეფერენციული პროპორციული სისტემა, თუმცა მიდის კამათი ამ საკითხთან დაკავშირებით და ესეთი საბოლოოდ ჩამოყალიბებული და შეფასებული ინსტრუმენტი არ არის, ისევე როგორც აირჩევა გამგებელი და მერი. დღეს სად ვირჩევთ ჩვენ მერს? ვირჩევთ ყოველდღიურად დედაქალაქში. ჩვენს მიერ შემოთავაზებული სისტემის მიხედვით მერი და გამგებელი იქნება არჩეული ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაში, ასევე 2 წლის ვადით პირდაპირ საარჩევნო სისტემის. ანუ დემოკრატიის ხარისხი იმასთან დაკავშირებით, რომ მინიმუმ არ მოგვახვილოს ზემოდან კანდიდატურა და არ დაგვინიშნოს გამგებლად, ის წესრიგიდან მოიხდება, იმიტომ რომ სოფლის თემის მოსახლეობას, ვინც უნდა ან ქალაქის მოსახლეობას, ის ამას პირდაპირ აირჩევს. დასახელდებიან კანდიდატები და ვინც დაანგრიობს მეთქმას, ის იქნება არჩეული. რა თქმა უნდა, რაღაცა ტიპის ბარიერი იქნება, რომელიც უნდა გადააყენოს კანდიდატმა და ხმების რაოდენობის მიხედვით. რა იქნება მუნიციპალიტეტის ფუნქციები? გასაგებია
ექსკლუზიური ფუნქციები და დელეგირებული ფუნქციები ექნება მას ორივე. ექსკლუზიური უფლებამოსილებები მუნიციპალიტეტის აიხება სწორედ ეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარება, როგორიც არის ვთქვათ, სოფლის გზების მოწესრიგება, როგორიც არის სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების სამუშაოები, როგორიც არის ვთქვათ, ამბულატორიებთან დაკავშირებული საკითხები, ესეთი მარტივად რომ ვთქვათ, პირველადი მნიშვნელობის ყოფითი პრობლემების მოგვარება. მაშინ როცა საერთო სახელმწიფოებრივი ფუნქციების გარკვეული ნაწილი შეიძლება გადაეცეს ასევე დელეგირებული ფორმით ადგილობრივ თვითმმართველობას, მაგალითად ვთქვათ, შეიძლება თვითმმართველობას გადაეცეს მოსახლეობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, რომელსაც აკეთებს რეესტრი, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი და რგოლი. დელეგირებასთან დაკავშირებულ საკითხების სიღრმეში არ შევალ, იმიტომ რომ თქვენიც დელეგირების სისტემაა და ასევე და ძირითადი პრინციპები, რა თქმა უნდა, იქნება შენარჩუნებული. სამხარეო თვითმმართველობა, რაზეც როგორც კი მე ეს კონცეფცია გავიტანე მთავრობის ფორმაზე და ასე ვთქვათ, მედიის წარმომადგენლებმა იხელთეს ეს კონცეფცია, ძალიან სწრაფად დაატრიალეს თემა, რომ თუ დღეს არსებული გუბერნატორების ინსტიტუტი უქმდება ბატონო და გაუქმდება ახლა ეს არსებული გუბერნატორების ინსტიტუტი, რომელიც არის მოუქმნელი და წმინდა პოლიტიკური დატვირთვის მქონე ინსტრუმენტია და ინსტიტუტი გაუქმდება და უნდა შეველიოთ იმას, რომ ქვეყანაში აღარ მოყოლებია გუბერნატორები, მაგრამ სამხარეო დონეზე გვექნება უფრო დემოკრატიული ფორმა სამხარეო მმართველობისა. რაც სამხარეო თვითმმართველობისა. მინდა გასაკუთრებით ხაზი გაუსვა. ესე იგი, ჩვენ ხო ვთქვით, რომ არსებობენ პირველ დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობები. მხარეში შემავალი საკრებულოები წარმომადგენლებისგან დაკომპლექტება სამხარეო საბჭოს. ანუ მოსახლეობამ რო აირჩია თვითმმართველობებში თავისი წარმომადგენლები, ანუ საკრებულოებში, იმ საკრებულოების წარმომადგენლები დააკომპლექტებენ სამხარეო საბჭოს. ცალკე სამხარეო საბჭოს არჩევნები არ ჩატარდება, სამხარეო საბჭოს აკომპლექტება მოსახლეობის მიერ უშუალოდ არჩეული ადამიანების პირველი დონის თვითმმართველობაში აირჩიეს. ადმინისტრაციას ეყოლება ამ სამხარეო საბჭო იქნება წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც მხარის პრიორიტეტებს განსაზღვრავს და ამტკიცებს მხარის სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმას, დაამტკიცებს მხარის ბიუჯეტს და გასწევს მონიტორინგს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. მხარეს ეყოლება აღმასრულებელი ორგანოც. ეს წარმომადგენლობითი ორგანო არ ყავს მხარეს, ხო იცით, არავით არის არჩეული ადამიანები მხარის დონეზე არ არიან, მხარეს ყავს მხოლოდ გუბერნატორი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ მტკიცდება და გუბერნატორს ყავს თავისი ადმინისტრაციისათვის, რომ რეგიონში მიმდინარე პროექტების და პროგრამების კოორდინაცია განახორციელოს. ასევე მხარეს არ აქვს კანონით მკაფიოდ განსაზღვრული უფლებამოსილებები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონმდებლობით მხარეს უნდა ჰქონდეს სამხარეო უფლებამოსილებები, მაგალითად რეგიონული გზების მოპატრონობა, რეგიონული ნაგავსამყოფლების მოპატრონობა. რეგიონში წყალმომარაგების ერთიანი ქსელის მოპატრონობასთან დაკავშირებული საკითხი. ანუ კანონით გაუჩნდებათ მათ უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი ექნება, რომელსაც სამხარეო საბჭო დაამტკიცებს, მაგრამ ბიუჯეტის ასრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ადმინისტრაცია. ანუ აღმასრულებელი ორგანო. ადმინისტრაციას ეყოლება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანუ მხარის ძირითადი აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელი იქნება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამი კანდიდატურა წამოვიდეს ადგილიდან, ანუ სამხარეო საბჭომ წარმოადგინოს სამი კანდიდატურა ცენტრალურ ხელისუფლებაში და ცენტრალურმა ხელისუფლებამ სამი კანდიდატურიდან ერთ-ერთი შეარჩიოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. ნებრივად მე გაგიჩნდებათ კითხვა. რატო თუ ეს თვითმმართველობა, რატო ითანხმებს ცენტრალური ხელისუფლება? ეს იქნება მხოლოდ გარდამავალ პერიოდზე, ანუ ერთი საარჩევნო ციკლის განმავლობაში. როგორც კი ეს ერთი საარჩევნო ციკლი ჩაივლის, ანუ ეს ორწლიანი ციკლი, ამის შემდგომ მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც იქნება არჩეული.
უბრალოდ ამ გარდამავალ ეტაპს ჩვენ ვიღებთ იმისათვის, რომ სამხარეო დონეზე პრაქტიკულად არ არსებობს ინსტრუმენტები არჩევასთან დაკავშირებით, უფლებამოსილებებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და არის გარკვეული საფრთხები, ამიტომ ამ საფრთხების მინიმიზების მიზნით გარდამავალი ერთ საარჩევნო ციკლი ამ პერიოდს ვიღებთ იმისათვის, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ იმ სამი კანდიდატიდან შეარჩიოს ერთი. თან არ დაგავიწყოთ, რომ უფლებამოსილებების დეცენტრალიზაციის პირობებში ცენტრს დაჭერდება ის, რომ თავისი უფლებამოსილებები რაც ცენტრის დონეზეა, ნელ-ნელა ესე ვთქვათ, მოიპოვოს და მისცეს სამხარეო დონეს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის დონეს, ამიტომ მას ურჩევნია კომუნიკაცია ისეთ ადამიანთან, რომელსაც იზრდება სამი კანდიდატურა. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, რასაკვირველია, მე უკვე შეიძლება რომ პირდაპირ არჩეული წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არჩეული. მხარესაც ექნება ექსკლუზიური და დელეგირებული უფლებამოსილებები. ექსკლუზიური იქნება, როგორც ვითხარით, ეს ძირითადი სამხარეო დონის საკითხები. ანუ ისეთი საკითხები, რომელსაც ქვედა დონე, ანუ პირველი დონის ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ განახორციელებს, ანუ ვერ აწევს თავის მასშტაბიდან გამომდინარე და არც ცენტრი არ უნდა აკეთებდეს. მაგალითად, დღეს ჩემი სამინისტრო მართავს, ახლახან დავიწყეთ ეს ფუნქცია რეგიონულ ნაგავსაღებებს. უნებრივია შეტანილი, რატომ უნდა მართავდეს თბილისში არსებული სამინისტრო რეგიონულ ნაგავსაღებებს, თქვა პირობითად გორში, ზუგდიდში, ქუთაისში და ასე შემდეგ. მაშინ როცა სამინისტრო შეუძლია დაადგინოს წესები ან სტანდარტები, რეგულაციები და მართოს ის იქ არსებულმა ხელისუფლებამ, რომელიც ახლოს არის იმ ფუნქციასთან. ხოლო მსხვილი კაპიტალური პროექტების ნაწილი იქნება ასევე ადგილობრივი სამხარეო თვითმმართველობებისთვის დელეგირებული. მაგალითად ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზოგიერთი გზის მონაკვეთის შეკეთება. გზა არის საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ის მდებარეობს მხარის ტერიტორიაზე და შეიძლება ცენტრმა მისცეს მხარეს ფული და უთხრას, რომ მან გააკეთოს ეს ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, იმისათვის, რომ ის ადგილზეა და ყოველდღიურად შეუძლია მონიტორინგი გაწყიოს ამ გზის გაკეთებას. და მაშინ მე ვიყავი ავტომაგისტრალების მშენებლობის სამუშაოებზე და ზოგიერთში და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების სამუშაოების გათვალიერებაზე და მონიტორინგზე, იმიტომ რომ მხარეს არ აქვს ეს ფუნქცია. ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ გაწევს ამის მონიტორინგს, იმიტომ რომ ის რამდენიმე თვითმმართველობის ტერიტორიაზე მდებარეობს, ამიტომ იძულებული ვარ ცენტრიდან გავაკეთოთ ამის მონიტორინგი და კონტროლება და მოვწვი. სხვა საკითხები ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ უთითოებრივი ვიყავი გზების მონიტორინგს. ამდაგვარი საკითხებია, ესეთი სისტემით დღის წესრიგიდან მისნება და ყველა შეიძლება აკეთოს თავის საქმე, რომელიც მას ყველაზე მეტად ხელეწიფება. დედაქალაქის ინსტიტუციური სისტემა, რომელზეც დიდი გულობა ძალიან ნერვიულობს. და თქვა, რომ უიქრომე თბილისში მერი არჩევითი არ იქნება და ეს დემოკრატია, რასაც მივახციეთ თბილისში იღრება წყალს. თბილისში რასაკვირველია, მერი იქნება არჩევითი, ისევე როგორც იქნება საკრებულოები არჩევითი. დედაქალაქს ექნება სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციები, ანუ თავისი სტატუსით დედაქალაქი კი არის ადგილობრივი თვითმმართველობა, მაგრამ მას დედაქალაქის ფუნქციებიც აქვს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დედაქალაქის სპეციალური სტატუსი დარჩეს და მის ფუნქციურად უფრო მხარის და თვითმმართველობის ფუნქციების ერთობლივი შემთავსებელი იყოს. რომელსაც ქალაქის საბჭო ეყოლება, ანუ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო და ეყოლება ქალაქის მერია. გარდა ამისა, თბილისი იქნება დაყოფილი მუნიციპალიტეტებად და მუნიციპალიტეტში იქნება საუბრო საბჭოები და საუბრო გამგეობები. თბილისი არის ტერიტორიულად დიდი, გარდა ამისა, ისტორიულად დაყოფილი არის სხვადასხვა უბნებად. ამიტომაც უბანს უნდა ჰქონდეს თავისი საუბრო საბჭო, რომელიც არჩეული იქნება იმ უბნის მოსახლეობისგან და საუბრო გამგეობა, რომელიც ამ უბანთან დაკავშირებულ საკითხებს იქვე გადაწყვეტს. რაც შეეხება ფინანსებთან და კოლეგასთან დაკავშირებულ საკითხებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული პარტიის მიხედვით, სადაც არის წარმომადგენლობითი ხელისუფლება, იქ აუცილებლად უნდა არსებობდეს ბიუჯეტი.
და პრინციპი არის ესეთი, წარმომადგენლობითი ორგანო საზღვარგარეთ პრიორიტეტებს ამტკიცებს ბიუჯეტს იმისათვის, რომ ამ პრიორიტეტების აღსრულება მოახდინოს აღმასრულებელმა განწყობებამ. ამიტომ მუნიციპალიტეტებს, თემებს და ქალაქებს ექნება თავიანთი ბიუჯეტი, ისევე როგორც მხარეს ექნება სამხარეო ბიუჯეტი. თითოეული ზონის ბიუჯეტი უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი შემოსავლებით, ესმება ადგილობრივი გადასახადები, ადგილობრივი მოსაკრებლები, ზოგიერთი საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადი დაიმყოფა სხვადასხვა ზონის ბიუჯეტებს შორის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, იარსებებდნენ ღარიბი თვითმმართველობები და მდიდარი თვითმმართველობები, ანუ გამომდინარე ეკონომიკური აქტივობიდან, რესურსებიდან და ასე შემდეგ, ზოგიერთს უფრო მწირი პოტენციალი აქვს, ზოგიერთს უფრო მეტი. ამიტომაც იქნება დასაკვირველია ტრანსფერების სისტემა, ანუ იქნება გათანაბრებითი ტრანსფერი ადგილობრივი პირველი დონის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, ხოლო დელეგირება მოხდება, დელეგირებული უფლებამოსილებისთვის იქნება მიზნობრივი ტრანსფერი, ისევე როგორც სამხარეო ხელისუფლებათა ცენტრი გადასცემს რაიმე ფუნქციას, ის ასევე მიიღებს მიზნობრივ ტრანსფერს ამ გადაცემული ფუნქციის შესასრულებლად. ასევე მნიშვნელოვანია ქონებასთან და რესურსებთან დაკავშირებული საკითხი. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ საძოვრები, რომლებიც არსებობდა ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე და რაც იყო მათი საკუთრება, გადმოეცა ეკონომიკის სამინისტროს და მე ესეთი იუმორნარევი კომენტარი მივეცი რადიო კომერსანტ ჟანდე მახსოვს მაინტერესებს ვერაკობალია წყალტუბოს რაიონში არსებული საძოვარი როგორ უნდა მართავს. უნებრივია, საძოვრები არის ის თემა და ადგილობრივი მნიშვნელობის სავარგულები არის ის თემა, რომელიც ცალსახად ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება უნდა იყოს. ისევე როგორც მაგალითად ვთქვათ, სოფლებში ძალიან ბევრგან არის არტეზიული ჭები ან სხვა მსგავსი წყალმომარაგების სისტემები და ასე შემდეგ, რაც ცენტრალური ხელისუფლების დონეზეა, რა თქმა უნდა, ესეთი ქონება უნდა იყოს მუნიციპალური ქონება, ისევე როგორც მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები და მათი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ქონება, რასაკვირველია, ცალსახად მუნიციპალური ქონება და და ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები. თქვენ იცით, რომ დღეს გუბერნატორების ინსტიტუტს გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო საკითხებზე ადმინისტრაციული ზედამხედველობის განხორციელების უფლება და იუსტიციის სამინისტროს გააჩნია საკანონმდებლო, უпростоრედ ნორმატიულ საკითხებთან დაკავშირებით ზედამხედველობის ფუნქცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამართლებრივი ზედამხედველობა უნდა იყოს შენარჩუნებული იუსტიციის სამინისტროს მიერ და მის ამას გააკეთებს ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით და უნდა განხორციელდეს დარგობრივი ზედამხედველობა დელეგირებული უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, მაგალითად თქვა თუ ჯანდაცვის რომელიმე ფუნქცია გადაეცემა ადგილობრივ თვითმმართველობამ, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელების უფლება, მაგალითად თქვა დაადგენილ სტანდარტებს იცავს თუ არა მუნიციპალიტეტი ვთქვათ ამბულატორიაში. ამიტომ ზედამხედველობის სისტემაც იქნება ის, რაც ცდილობს იქნება აქტუალიზებული. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი არის მაღალმთიანი მშენებლობის მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებით მივიღოთ სპეციალური კანონი ან კანონმდებლობაში სპეციალური ნორმები მაღალმთიანი და განსაკუთრებული დასახლებების შესახებ. სადაც იქნება სპეციალური მხარდამჭერი პროგრამები, ღონისძიებები და შეღავათები მაღალმთიანი და განსაკუთრებული დასახლებების თანხმოვანს. განსაკუთრებული დასახლებების ქვეშ ჩვენ გულისხმობთ ეგრეთ წოდებულ დეპრესიულ რეგიონებს, მაგალითად რეგიონი ან თვითმმართველობა, რომელიც შეიძლება იყოს ჩაკეტილი და აქედან გამომდინარე ასე ვთქვათ ვერ ვითარდებოდეს. ესეთ შემთხვევაში ესეთი ტიპის თვითმმართველობები ჭირდება განსაკუთრებული ზონა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. რას ველოდებით ჩვენ ამ რეფორმის განხორციელების შედეგად? დაახლოებითი ვადები რეფორმის არის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოვამზადოთ სისტემა და ახალი სისტემით ჩავატაროთ არჩევნები და არჩევნების შემდგომი პერიოდი, ანუ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდეს თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებების გადაცემა, ანუ დეცენტრალიზაცია. ამიტომაც
ჩვენ ამას არ განვიხილავთ როგორც მხოლოდ არჩევნებამდე განსახორციელებელ ღონისძიებებს, იმიტომ რომ საერთაშორისო გამოთვლების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მინიმუმ რამდენიმე წელი მაინც ჭირდება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის და დეცენტრალიზაციის განხორციელება, თუმცა ეს არის უწყვეტი პროცესი. დღესაც ძალიან ბევრ ქვეყანაში მუდმივად ხდება დეცენტრალიზაციის პროცესი, მუდმივად ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროცესობა და ასე შემდეგ. პირველი, რასაც ველოდებით არის ის, რომ მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასე შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება და მოქალაქეები იგრძნობენ საკუთარ თანამონაწილეობას და თქვათ ის პრიორიტეტი, რაც მათ დასახეს და დაფინანსდება და განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, ეს მათ ისწრებს იმას, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხარისხი გაუმჯობესდება მიწოდებული სერვისებისა, იმიტომ რომ სერვისი უფრო სწრაფად მიეწოდება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ადგილობრივ მსახურებას, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლების მიერ. მაგალითად, შემიძლია მოგიტანოთ ჩემი სამინისტროს პოსტა, რომელსაც მე ყოველ საღამოს გვიან ვისურვებ. მაგალითად, თქვათ, რომელიღაც სოფელში გაფუჭდა წყალსადენი. შემოდის განცხადება ჩემს სახელზე, მე ვაწერ ჩემ მოადგილეს, რომელიც დარგობრივად ყურებებს წყლის კომპანიას. ჩემ მოადგილე ამ დავალებას აგზავნებს წყლის კომპანიას. წყლის კომპანია აქედან ან საუკეთესო შემთხვევაში რეგიონში არსებულ ჯგუფს აგზავნის სოფელში, იქ ხდება რაღაცა ტიპის რახარვეზიც არსებობს ამის შესწავლა, შემდგომ ეს შესწავლილი შედეგი მოდის უკან წყლის კომპანიაში, მე მიიღება გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით და ეს დროში უსასრულოდ იწელება და გარდა ამისა ცდება ადამიანები ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, როგორც შეიძლება სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმით დაკავდნენ. ამიტომ ესეთი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, როცა ქვედა დონეზე მიიღება, სისწრაფე გაიზრდება და ეფექტიანობა გაიზრდება. ჩამოყალიბდება ორდონიანი თვითმმართველობა, რამაც ძალიან ბევრ ქვეყანას ბევრი კარგი რამ მისცა და მოუტანა ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. ადგილებზე ეტაპობრივად წამოვა ადგილებიდან ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან ინიციატივიანი ადამიანები და ეს ადამიანები იქნებიან თავიანთი სოფლის თემის წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობაში. ეს ადამიანები ნელ-ნელა ვთქვათ განვითარდებიან და თუ ვთქვათ თავიდან იქნებიან სოფლის წარმომადგენლები, მე შეიძლება იქნებიან დასახსენ ადგილობრივ თვითმმართველობაში ან ადგილობრივ თვითმმართველობიდან სამხარეო დონეზე და ასე შემდეგ და კადრების დეფიციტი რაზეც ხშირად ისმის ხოლმე კითხვის ნიშნები რეგიონებში, ამ რეფორმის შედეგადაც მოიხსნება დღეს ეს რეგიონი, თუმცა მე არ ვთვლი იმას, რომ რეგიონებში კადრების დეფიციტია. უბრალოდ რეგიონში როცა განვითარების მეტი პერსპექტივა გაჩნდება, კადრები ადეკვატურად გაჩნდებიან, ან დაუბრუნდებიან ეს ადამიანები თავიანთ ადგილებს, რომლებიც დღეს იმის გამო, რომ იქ საკუთარი რეალიზაციის საშუალებას ვერ ունեն, მოდიან ხარის ცენტრებში ან დედაქალაქში და ასე შემდეგ. რეფორმის გეგმაზე პრინციპში მე დროს გავასწარი და უკვე გესაუბრეთ, მაგრამ 2013 წელი იქნება ძირითადად კრებების ჩატარებასთან დაკავშირებული წელი, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, სამუშაო ჯგუფები დეტალურ ანალიზებს დადებენ და ასე შემდეგ. 2014 წელს მუნიციპალიტეტების საზღვრების დადგენა მოხდება, ტრენინგები ჩატარდება, ამაზე ჩვენ შეთანხმება გაეროს განვითარების პროგრამასთან უკვე მიღწეული გვაქვს. და გარდა ამისა განხორციელდება სპეციალურ ანუ დარგობრივ კანონმდებლობაში ცვლილებები, ისათვის რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდგომ სისტემა იყოს მზად და საკანონმდებლო ვაკუუმი არ არსებობდეს ამ სისტემის შეუპრეფერებელი ფუნქციონირებისათვის. სქემატურად ჩვენ მივიღებთ საერთო ჯამში ესეთ სურათს. საზოგადოებრივი თვითმმართველობა, რაც იქნება სასოფლო ტიპის დასახლებებში, ამაზე ვისაუბრეთ, ანუ ეს არ იქნება თვითმმართველობა, იმიტომ რომ მას არ იქნება თავის ბიუჯეტი, მაგრამ იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი და შეიძლება გარკვეული საკითხები მან ადგილზე განახორციელოს. პირველი დონე იქნება მუნიციპალური დონე, რომელსაც ეყოლება 2 წლის ვადით არჩეული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, ანუ ეყოლება საგრებულო, ეყოლება ხალხ მერი და მას მოხდა
მუნიციპალიტეტს თემს დამგებელი, ორივე იქნება არჩეული. ხოლო მეორე დონეზე, სამხარეო დონეზე იქნება სამხარეო საბჭო, რომელიც იქნება პირველი დონის თვითმმართველობის, ანუ საკრებულოების წარმომადგენლებისგან შერჩეული ადამიანები და ეყოლება ადმინისტრაციის კონტროლი. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ვიღებთ ორდონიანი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემას, მაგრამ სოფლები, რომელთაც გააჩნიათ თავისი იდენტობა, რომლებიც მეზობელი სოფლისგან მაინც განსხვავდებიან ბევრი რამით და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი რომ დაიკარგოს, სოფლებში იქნება საზოგადოებრივი მმართველობა. ძალიან დიდი მადლობა. მეგონი ცოტა იჩქარებას დახოცავდი, მაგრამ არ გამომჩენია ის ფუნდამენტური საკითხი. შეგვიძლია ჩვენი სამინისტროს ვებგვერდზე წერილობით ინფორმაცია ნახოთ ეს დოკუმენტი და გადმოვწეროთ, რათა შეძლოთ სამყარო ნიუანსებთან ჩამოყალიბება, ახლა ზადვაროთ. მოკლე შეფასებას გავაკეთებ, თუ შეიძლება. დადებითი არის, რომ თანამონაწილეობითი პროცესები იზრდება ამ შემთხვევაში და შემიძლია თქვა, რომ სტრატეგია ასახავს იგივე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას, რომ შეისწავლონ ინფორმირებულობა ჩართულობის დონე და გაიზარდოს თანამონაწილეობითი პროცესები, მაგრამ მე მაინტერესებს გათვლილია თუ არის რისკები, რომელიც ამ სტრატეგიის განხორციელების პროცესში შეიძლება წარმოიშვას. იგივე საზოგადოებრივი თვითმმართველობის დონის მაინტერესებს, მაგალითად, სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც არის არჩევნით, როგორ მოხდება ამის არჩევა. ვთქვათ, მას აქვს ფინანსები და ვინ დააფინანსებს, სხვა შეიძლება წარმოიშვას აქ რაღაც პარტიული დაპირისპირება და მეორე კითხვა მაქვს, თუ შეიძლება ქონებას ეხება ეს, სოფელი არის იურიდიული პირი, რომელიც გარკვეულ ქონებას ფლობს და არის თუ არა დაყოფილი ტერიტორიული საზღვრები სოფლებს შორის და ხომ არ გამოიწვევს ეს რაღაც დაპირისპირებას და ვთქვათ, შესაძლებელია ამის გამო სოფლის რეალური პრობლემები მეორე პლანზე გადავიდეს. პირველ კითხვას რაც შეეხება არჩევასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ პარტიული საკითხები ყოველთვის წარმოშობს გარკვეულ უთანხმოებას მოსახლეობაში, ჩვენ პირდაპირ ჩავდებით კანონმდებლობაში, რომ პარტიული სისტემა არ იქნება, პარტიული სისტემით არ იქნება არჩევნები სოფლის დონეზე და საარჩევნო სისტემა. ანუ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დააფინოს კანდიდატობა მიუხედავად მისი პარტიული პარტიებისა და ასე შემდეგ და გარდა ამისა, იქ არ იქნება პროპორციული თუ მაჟორიტარული წესია. ესე იგი, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ ახლა ვაკეთებთ სისტემას, აქ იქნება ესეთი სისტემა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება კანდიდატურის დასახელება გაკეთდება სია და ხმების რაოდენობის მიხედვით, ანუ თითოეულ სოფელს ექნება თავისი კვოტა საკრებულოში წევრთა რაოდენობასთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევაში ეს იქნება პატარა სოფლებისთვის ერთი, შეიძლება უფრო დიდი სოფლებისთვის იყოს 2 ან 3 წარმომადგენელი, ესეთ შემთხვევაში პირდაპირ არჩევნების გზით მოხდება. იქ არ იქნება თქვათ პარტიული სია და არ იქნება არც პროპორციული იქნება და არც მაჟორიტარული. ვფიქრობ, ერთადერთი გადასახცენი ხმის პრინციპის გაკეთება ამ საარჩევნო ნიუანსებში რომელიც უნდიაბლოტები, მაგრამ დიდი სამასთან დაკავშირებული დისკუსია. საბოლოო ჩამოყალიბებული პროცესი ჯერჯერობით არ არის. ის რომ პარტიული საკითხების გამო და გავანთავისუფლოთ პირველი დონე, ამაზე შეთანხმებული. რაც შეეხება სხვა სახის რისკებთან არის ყოველთვის დაკავშირებული რეფორმა ყოველთვის დაკავშირებული იქნება უთანხმოებასთან, რაც შეეხება საზღვრების დადგენის საკითხებს. საზღვრების დადგენის საკითხებზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს 2015 წლის განმავლობაში, რომელიც ზუსტად დაადგენს ამ საზღვრებს, როდესაც აიღებს რეესტრში შენახულ მონაცემებს, აიღებს რუკებს, ჩაატარებს სოფლებში აღწერას და ასე შემდეგ. მოგესალმებით, სახელმწიფო მმართველობის მეორე კონსტიტუცია. მე მაინტერესებს ბატონო დავით, აი ამ სახელმწიფოების დონეებში
შორის კოორდინაციის და უკავშირის საკითხები. როგორ იქნება ცენტრალურ დონესთან დავუშვათ პირდაპირ ზედამხედველობა ალბათ ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ მაქსიმალურად ცენტრალური ხელისუფლება და პირველი დონის თვითმმართველობა. დიახ და თვითონ შიგნითაც რა თვითმმართველობის ცალკეულ დონეებს შორის როგორ იქნება ამ კოორდინაციის და უკავშირის საკითხი. ბატონო, ესე იგი ძალიან კარგი კითხვა. პირველი რასაც ჩვენ გავაკეთებთ ეს იქნება ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა სხვადასხვა დონეს ხელისუფლების დონეებს შორის. მაგალითად, ვთქვათ, ავიღოთ გზები იქნება ძალიან მკაცრად დაყოფილი, რომელი გზა არის პირველი დონის თვითმმართველობის მოსავლელი, რომელია სამხარეო და დანარჩენი იქნება ცენტრალური ხელისუფლების. ისევე როგორც ვთქვათ, პირობითად ჯანდაცვა. საზოგადოებრივი ჯანდაცვა რა დონეზე იქნება და რა სტანდარტებს გულისხმობს, რა არის თქვათ ის რაც უნდა იყოს სამხარეო დონეზე, რა არის ის რაც უნდა იყოს პირველ დონეზე ამბულატორიული, მეორეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი მიმართულებები, მესამე დონეზე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე პოლიტიკის განსაზღვრის საკითხი. და ასე შემდეგ. ეს ერთი რაც გაკეთდება და აქ მის წესრიგიდან მოიხსნება ის კითხვები, რაც დღეს არსებობს, რა მისი ფუნქციაა. რომელი გზა ვისი დასაკეთებელია, რომელი თქვათ ჯანდაცვის პროგრამა ვისი დასაფინანსებელია და ასე შემდეგ. მაგრამ ურთიერთობა იქნება ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული. მაგალითად, თქვათ, უფლებამოსილების გადაცემის შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს ამ უფლებამოსილების გადაცემა, თქვათ, მხარიდან ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ კანონმდებლობით დავუშვებთ იმას, რომ პირიქით დელეგირება მოხდეს ქვემოდან ზემოთ, ანუ სოფელი, რომელმაც, ასე ვთქვათ, რომელსაც თემი ან ქალაქი, რომელსაც არ ყავს შესაბამისი სპეციალისტი და რაღაცა უფლებამოსილება აკისრია, მას შეიძლება ეს უფლებამოსილება თავის ფულთან ერთად გადასცეს სამხარეო დონეს, რომ სამხარეო დონემ დააკეთოს. ისევე როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობებს შორის უფლებამოსილების დელეგირების საკითხები იქნება განსაზღვრული. რაც შეეხება წარმომადგენლობაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ პირველი დონის თვითმმართველობიდან არჩეული ადამიანები ახდენენ მეორე დონის თვითმმართველობის საბჭოს ფორმირებას. და ასე ვთქვათ, ისინივე ახორციელებენ ზედამხედველობას სამხარეო დონის ხელისუფლების საქმიანობისა, რომ მან კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ გადაუხადოს. ანუ ქვედა დონე მნიშვნელოვნად ძლიერი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის. Economică la dezvoltare, la Καταναβλεπითი ტრანსფერის ფორმულა იქნება თავისთავად და იქნება ახალი ფორმულა, იმიტომ რომ სწორედ ფორმულა ვერ გამოდგება ამ ახალი სისტემის და καταναβλεπითი ტრანსფერის ფორმულაში რომ მომენტი კოეფიციენტების გათვალისწინებას რომ მეტი სიზუსტის მას ტრანსფერი გაანგარიშებული. გარდა ამისა, ჩვენ შვეიცარიელები დავწერდნენ შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას მაღალმთიანი რეგიონების მართვასთან და მაღალმთიანი რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით სპეციალურ პროგრამებზე და შვეიცარიის განვითარების სააგენტო დაგეგმარება ამ საკითხებში, რომ მათი გამოცდილება გავიზიაროთ, როგორი ტიპის პროგრამები უნდა არსებობდეს, იგივე თქვათ დემოგრაფიული შესაძლებლობები, როგორი ტიპის პროგრამები უნდა არსებობდეს, თქვათ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. და ის რომ მთას მაღალმთიან დასახლებას ჰქონდეს თავისი სტატუსი და ამ სტატუსიდან გამომდინარე ეკუთვნოდეს რაღაცა ტიპის შეღავათები, ან თქვათ
შემოსავლები რაც კონკრეტდება ძირითადი ნაწილი დარჩეს იქ და არ წამოვიდეს სანამ ხელისუფლების დანერგება რომ მას განვითარების მეტი საშუალება მიეცეს. შვეიცარიაში მაგალითად არსებულ პოტენციალზე ხდება მისი განვითარების ნირვა და ხდება ამის ძიება რა არის მისი განვითარების პოტენციალი. რომელიღაცას აქვს თქვათ რაღაცა კულტურული ძეგლი და თქვათ ტურისტები რომ მიდიან ტურისტები განვითარებს ამას. სადღაც საბაგირო და სათხოვნო მუზეუმია გაკეთებული და ის ამოთავებს და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა ტიპის ნიშა რომ ნახოს გააღწიებამ დასახლებამ რითი შეიძლება ის განვითარდეს და ამავდროულად სოციალური პროგრამები შექმნას. ქართველების მეორე კურსის მაგისტრატი კითხვა გარჩევანთან დაკავშირებით არის კითხვა და მინდა რომ თავაზუსტო თვითონ სოფლებში როგორ მოხდება იმ კანდიდატების წარმოჩენა იმ ერთი კანდიდატის მართალი არაპარტიული იქნება მე როგორც გავიგე ამ პრეზენტაციით აპარტიული იქნება ეს კანდიდატი შეიძლება იყოს პარტიული ხომ არ მოხდება ქაოსი ამ შემთხვევაში თვითონ შერჩევა ამ კანდიდატის როგორ უნდა მოხდეს პატარა სოფლებში ერთი და სხვა სოფლებში შეიძლება 2 ან 3 იყოს და ერთი მაინტერესებს კიდევ აი ორწლიანი არჩევნებთან დაკავშირებით ხომ არ არის ეს პატარავა და იმისთვის მის დანაპირები რომელიც პროგრამითაც იმარჯვებს ესა თუ ის რომელთაც კომპლექტება საკრებულო რომ ის დანაპირები რაც მათ აქვთ შესრულდეს და ერთი თუ შეიძლება კიდე სამხარეო ადმინისტრაციულ დონეზე ან მოხდება შეთავსებულია მსგავსი ისე ფუნქციები რაც საკრებულოს თქვა პრიორიტეტების დამტკიცება აი ხო არ მოხდება მათ ინტერესთა კონფლიქტი ან გადაკვეთა საერთო ინტერესების როგორ განსაზღვროს სამხარეო ადმინისტრაცია ვთქვათ რომ იყოს ის პრიორიტეტები დასახოს ვიზა რაც შეიძლება საკრებულოს სხვა პრიორიტეტები დასახოს და ასე შემდეგ ქვეყნის პოლიტიზირების დონე ავტომატურად აისახება სტუდენტებიც. დასწრული 4 წლიდან 2 არჩევნებს ეხება, ხო? რაც ეხება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც გითხარით, ესე იგი, სოფლებში, სოფლის კრებაზე მოხდება არჩევნები და საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება. რაც ეხება ვადასთან დაკავშირებულ საკითხებს, არის კი ამასთან დაკავშირებით კაბათი და ეს საბოლოოდ მიღებული განაცხადება არ არის და არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რომელიც კონკრეტულ სისტემას დადებს თუ როგორ უნდა იყოს ვადები განსაზღვრული, როგორ უნდა იყოს კონკრეტულად არჩევნების წესი განსაზღვრული და ასე შემდეგ. ამიტომ არის ჩვენ ჯერ არჩევნებთან დაკავშირებით ზოგადი მიმართულებები განსაზღვრული. რაც შეეხება პრიორიტეტების დადგენის საკითხებს, სამხარეო დონის თვითმმართველობაში არიან პირველი დონის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ხო? მათ მხრიდან არის ეს დაკომპლექტებული, ამიტომ იმათმა წესით არ უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც თქვათ ქვედა დონის ინტერესებში არ შედის. მათი განვითარების გეგმა იქნება იმ უფლებამოსილებებთან დაკავშირებული გეგმა, რაც სამხარეო დონეზე იქნება, ადგილობრივ თვითმმართველობების პირველ დონეზე იქნება მათი განვითარების გეგმები, როგორ უნდა მოხდეს იქ განვითარება. ამიტომ სამხარეო განვითარების გეგმა, რა თქმა უნდა, მათი განვითარების გეგმებთან შესაბამისობაში იქნება და ამას სწორედ უნდა მოხდეს ის ადამიანები, ვინც იქაც არიან და იქნებიან სამხარეო საბჭოში. პირველი კურსის სტუდენტი. ბატონო, დავხმართ იმ მომავალს თქვენ ახსენეთ სოფლის კრებებთან დაკავშირებით. არის გარკვეული ყოფილება, რომ მაქსიმალურად საზოგადოება ვერ ახერხებს ჩართულობას და ამ მიმართულებით თანაბიჯები გადაიქმნება, რომ იყვნენ ისინი ინფორმირებული და შეძლონ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ. პირველ რიგში ამის ფასილიტაცია ჩვენ გავაკეთებთ, ვიდრე თვითონ მეტად უნდობები და მეტი ინტერესი არ იქნებათ. ეს იქნება საინფორმაციო კამპანია, ეს იქნება ინდივიდუალურად შეხვედრები მოსახლეობასთან. მაგალითად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით ჩვენ ტრენინგები ჩავატარეთ, პლაკატები დავუჯდეთ და დავარიგეთ და ეს მექანიზმები ანუ უფრო სისტემატიზირებული გახდება იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ სოფლის მოსახლეობას და მეტი ინტერესი გავაჩინოთ და ასევე მონიტორინგს ვახორციელებთ. ვთქვათ, რეალურად ჩატარდა თუ არა კრება, შედგა თუ არა კრების ოფლი, რამდენი ადამიანი ესწრებოდა, რამდენმა უყარა კენჭი გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ და როცა დროთა განმავლობაში მე ნახავენ რომ ის გადაწყვეტილება რაც თვითონ მიიღეს
პრაქტიკაში მოხდა მისი რეალიზაცია, მათი ინტერესი გაიზრდა. დღემდე რატოა ინდიფერენტული მოსახლეობა? იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ, რომ მე რაც არ უნდა გადავწყვიტო, მაინც არავინ მე არ მისმენს და ჩემს მიერ გადაწყვეტილებას მაინც არ გაატარებენ პრაქტიკაში. ამიტომაც რა აზრი აქვს, რომ მე მივიდე კრებაზე ფორმალურად. ამიტომაც ეს საკითხები არ არის მარტივად გადასაწყვეტი საკითხი თავისთავად ერთად განმავლობაში გაიზრდა. მოგესალმებით, მარგარეტ მოგასწრებით მომზადებისათვის. ორი შეკითხვა მე მექნება, რომ ამოვწუროთ ეს პირველი საზოგადოებრივი მმართველობა, თვითმმართველობა, პირველი დონის მმართველობა. მაინტერესებს ხომ არ გვექნება კვალიფიკაციასთან პრობლემა, როდესაც ხელმძღვანელთ დელეგირება უფლებამოსილებს ან მუნიციპალურ დაუშვათ საკრებულო რომ მიაინჭებს სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს ან საბჭოს გარკვეულ უფლებამოსილებას და მეორე შეკითხვა შეეხება აჭარას, ან როგორ წარმოგიდგენიათ ეს სამხარეო დონის მმართველობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ სოფელი არ არის თვითმმართველობა. ის ატარებს კრებას და ირჩევს თავის წარმომადგენელს ადგილობრივ თვითმმართველობაში. ამიტომაც ეს საკითხი წესრიგიდან იხსნება, ანუ სოფელში არ მოხდება სოფლის საბჭოს ფორმირება და იქ სოფლის ადმინისტრაციის ჩამოყალიბება და ასე შემდეგ. თვითმმართველობის ფორმირება ხდება თემის დონეზე. ამიტომ თემში მოიძებნება რამდენიმე ადამიანი, ვინც შეიძლება თქვა თემის ორგანიზება მოახდინოს, ვინც თემის პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა მიიღოს და ამის ფასილიტაცია გააკეთოს, ვინც თემის ბიუჯეტი შეადგინოს. ჩვენ ყოველ შემთხვევაში მაგალითად ციფრა მოიტანა ბიუჯეტის შედგენა. ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ტრენინგ პროგრამა გავაკეთოთ და გადავამზადოთ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ბუღალტერი, რომ მინიმუმ თქვა კვალიფიციური ბუღალტრები ყავდნენ, რომელიც თემის ბიუჯეტის შედგენას და იქ ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებს და შესყიდვების ორგანიზებას მოახდენენ. საქალაქო ტიპის დასახლებებში ეს პრობლემა არ დგას. იმიტომ რომ იქ კვალიფიციური კადრები უფრო მეტია, თუმცა დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სოფლიდან წამოსული არის ქალაქში, იმიტომ რომ ის პერსპექტივას ვერ ხედავს. და როცა გაჩნდება პერსპექტივა, რომ თქვა შეიძლება იმანი მუშაობს თემის ადმინისტრაციაში, თქვა ან უხეშმოვანებელ ჯანდაცვის მიმართულებას, ან იყოს თქვა თემის მთავარი ბუღალტერი, ან იყოს თემის ეკონომისტი, რა თქმა უნდა, ის დაბრუნდება იქ. თანამდებობაში ეს საკადრო საკითხებთან დაკავშირებული კითხვების ეცნებიდან მოიხსნება თავის აჭარას რაც შეეხება, აჭარაში დღეს არიან ჩვეულებრივი ადგილობრივი თვითმმართველობები, ანუ აჭარის ტერიტორიაზე ის ორდორიანი ადგილობრივი თვითმმართველობა იყოს, რა თქმა უნდა, ამას წინ არაფერი არ უდგას და არ უშლის, თუმცა სტატუსი თავისთავად მას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი აქვს და ეს სტატუსი მას ექნება ცენტრიდან გადაცემული ფუნქციების ადმინისტრირების უფლება. მაგალითად იქ არის 4 სამინისტრო, ხო? და ეს 4 სამინისტრო აკეთებს იქ თავისუფლებამოსილებს, მაგრამ მათ რაც თვითმმართველობასთან დაკავშირებული ფუნქციები ექნება, ეს თვითმმართველობასთან დაკავშირებული ფუნქციები იქნება თქვა მეორე დონის ადგილობრივი. ან სამხარეო დონე იქნება აჭარის ავტონომიური. აჭარის სტატუსი თავისთავად ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის. ამაზე სპეციალურმა ჯგუფმა 10 პარალელური სამუშაო ჯგუფი მოქმედებს და ამ სამუშაოებმა უნდა დაადონეს ეს საკითხებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია, შესწავლილი საკითხები და ასე შემდეგ და სცენარი როგორ შეიძლება განვითარდეს. მაინტერესებს ეს ერთი წელი 2015 რამდენად საკმარისია მოსამზადებელი სამუშაოები, საქმეს არის თუ არა ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები და რა ეტაპზეა თუ არის ჩატარებული. იმიტომ რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკვე უნდა განხორციელდეს ახალი სტრატეგიის მიხედვით და ანუ რა ეტაპზეა სამუშაოები.
მოდის მოდიხით, მოსამზადებელი სამუშაოები თავისთავად ტარდება, მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს იმას, რომ სამუშაო ჯგუფები ახდენენ დეტალური საკითხების შესწავლას. ცალკეული მიმართულებები, როგორც არის, როგორ უნდა გაიმიჯნოს ფინანსები და სხვა დონის ხელისუფლებას შორის, როგორ უნდა გაიმიჯნოს უფლებამოსილებები და ასე შემდეგ. ამის მერე დაიწყება სოფლის კრებების ჩატარება, ამის შემდეგ მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დეტალურად ჩვენს ვებგვერდზე დაწერილი გრაფიკი 2013-ში რა მოსამზადებელი სამუშაოებია დაგეგმილი, ასევე 2014-ში რა სამუშაოებია. Potom David, მაინტერესებს თქვენს მიერ შემოთავაზებული გეგმა, რომელიც არის გაწერილი 2013-14 წლებისთვის, რამდენად არის მიზანშეწონილი და რამდენად არის წარმატებადი და ის რისკები შეგიძლიათ თუ შეგიძლიათ შევიფასოთ, რა შეიძლება გამოჩნდეს ამის განვითარების დროს შესრულებისთვის. და რომელი ქვეყანა თუ არის გაზომვებული რომელიმე ქვეყნის მოდელიდან და რა შეიძლება მოხდეს ამას. ჩვენ ახალ ველოსიპედს ნამდვილად არ ვიგონებთ, ის რა ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიარა, თუმცა ყოველდღიურად ბალტიის პროექტის ქვეყნებმა ეს არის გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვეუბნებით, ასევე მაღალმთიანეთთან დაკავშირებით, როგორც არის შვეიცარიის გამოცდილება და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებას ვეუბნებით და ეს სპეციფიკა, რაც ჩვენთან ადგილზე არის, ეს სპეციფიკა რა თქმა უნდა იქნება გათვალისწინებული. რისკები ყოველთვის არსებობს და რისკები არის ძალიან ბევრი ესეთ მნიშვნელოვანი რეფორმის პროგრესში. ესეთი რისკები ბევრ ქვეყანაში არსებობდა, ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ასევე ვაკეთებთ ამ რისკების განეიტრალების გეგმას. ანუ როგორ შეიძლება ესეთი რისკები შევახსენოთ ამ რისკი არის იგივე თქვათ ის, რომ ზუსტად განსაზღვროთ, თუ ჩვენ ზუსტად ვერ განსაზღვრებთ, რომელი დონე რა სახის უფლებამოსილების განხორციელებას აშენებს, რა შეძლებს. შესაბამისად, ამ დონის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელება იქნება არაეფექტიანი. რისკია ის, რომ თუ ზუსტად ვერ დავითვალეთ ფინანსური რესურსები, რაც ამ რეფორმას დაჭირდება, შეიძლება საერთაშორისო გზაში გავიჭედოთ. რისკია ის, რომ რეფორმირების პროცესი დაკავშირებულია გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯების დაწევასთან და ასე შემდეგ და თუ ჩვენ რეფორმის შედეგად რა შედეგსაც ველოდები და არ მივიღებთ, შეიძლება რაღაცა მოხდეს თქვენ ადმინისტრაციული რესურსები დაფრანგეთ არაეფექტიანად და აგეთ პასუხი. მაგრამ ასევე იცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ რისკები, ადამიანები, რომლებიც რისკის მოყვარულები არიან და ნეიტრალური ადამიანები. Შეიძლება ძალიან შერეული გზა დაგისახოთ, რომელიც საბჭოთა კავშირის მერე არ დაგებულა და არ გაგეშებულა და ასევე შეიძლება დაგისახოთ გზები, სადაც არასდროს თქვათ ასფალტი არ ყოფილა. მათ შორის არა უშუალოდ სოფლის გზები, ესეთი გზები ძალიან ბევრია სოფლებში, სადაც არასდროს არამედ თქვათ ადმინისტრაციული ცენტრიდან მეორე მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ცენტრამდე მიმავალი გზა. მაგალითად თქვათ თიანეთი ჟინვალის გზა. აქტუალურად არ არსებობს გზა და წელწრულად ვიწყებთ ამ გზის გაკეთებას. 10 მილიონი ლარი გამოიყო დღეს საქართველოს თავის წონაზე, ვისათვის რომ ნახევარი ამ გზის გავაკეთოთ წელს, რაც ესწრება წელს სამუშაოების სახით და მეორე ნახევარი გავაკეთოთ მომდევნო წელს. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ იმისათვის რომ დავინახოთ სადაა მდგომარეობა რომელთან დაკავშირებით ვაკეთებთ გეოინფორმაციულ სისტემას, სადაც დავიტანთ ყველა გზას, არა მხოლოდ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივ, არამედ ადგილობრივი მნიშვნელობის. დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივ მნიშვნელობის გზების გუსხა, რაც დამტკიცებულია პრეზიდენტის
ბრძანებულებით და გვაქვს ამაზე ინფორმაცია სად რა მდგომარეობაა, მაგრამ მუნიციპალურ გზებში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებაა და თვითონ მუნიციპალიტეტებსაც ძალიან ბევრ გზების ნუსხა არ აქვს დამტკიცებული და დადგენილი. არ არსებობს მეთოდოლოგია პრიორიტეტების შერჩევისა თუ წელს რომელი გზა დაფინანსდეს, მომდევნო წელს რომელი გზა დაფინანსდეს, ანუ რომელია უფრო პრიორიტეტული გზა. ამიტომ მე იანვარში როცა გერმანიაში ვიყავი, ჩემს კოლეგა იმის ხოვე ნაგვეხმაროს გერმანული მხარე პრიორიტეტების შერჩევის მეთოდოლოგიის დანერგვაში. რაზეც მათგან თანხმობა მივიღეთ, ანუ გავაკეთეთ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მონაცემების შეყვანის შემთხვევაში მივიღოთ შედეგი თუ რომელი გზა არის უფრო პრიორიტეტული. ეს ვიდეოს მოხსნების 27-ში ისევე როგორც ძალიან ბევრ გზებზე ავდივართ და ვნახავთ არსებულ პრობლემებს. და 200 მილიონი ლარი გამოიყო საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის, რომ მუნიციპალიტეტებმა შეძლონ იქ არსებული პრობლემების წელს ნაწილობრივ მოგვარება. და ჩვენ ვაკეთებთ ამ პროგრამის ადმინისტრირებას, მუნიციპალიტეტებს დაუფიცებთ სპეციალური წესი, რომელიც მიხედავთ ისინი წარმოადგენენ პროგრამებს, ჩვენ ვნახავთ რამდენად სწორად არის შედგენილი და მთავრობა მომდევნო კვირის პარასკევს, როცა შემდეგი სხდომა იქნება, ამ 200 მილიონ ლარს გაანაწილებს მუნიციპალიტეტების მიხედვით და რაც წარმოადგენს მუნიციპალიტეტებმა პროგრამები, სულ შემოვიდა 1812 პროგრამა და 1812 პროგრამიდან 704 პროგრამა არის სწორედ ადგილობრივი მშრომლობის გზების შეკეთებასთან დაკავშირებით. რაც კიდევ ერთხელ ხავს უსვამს, რომ ადგილობრივი მუნიციპალური გზების მდგომარეობა არის ძალიან რთული. უყვარს წესი, და უყვარს ის, რომ კანონით ჩვენო გზას საერთოდ წავიდეს. და თანამედროვე საინფორმაციო სისტემების მეშვეობით ძალიან მარტივია ამ პროექტის ადმინისტრირება. ეს თქვენ რომ გადასახადს იქნით, არც ერთი აქტივი დოკუმენტი სად ერიცხება ეს ფული. მაგრამ ეროვნულ ბანკში არსებული პროგრამა ამას ავტომატურად ყოფს. პირობითად თქვათ, საბაგრო პოლიციამ რომ სადღაც გაგვაჩერა და დაგვაჯერა. დაჯარიმების ოფისი იწერება ადგილზე. იწერება რომ ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისითაც საინტერესოა ეს დაჯარიმების ადგილზე იმ მუნიციპალიტეტს ერიცხება თუ ეს ვერ გადახდილი ჯარიმის 60% და 40% ფონდის. ანალოგიურად კომპიუტერული პროგრამა გააკეთებს იმას, რომ სამ ნაწილად დაყოს ეს პროგრამული ტიპის ეს ვერ გადახდილი გადასახადი. ძალიან მარტივია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხარჯვასთან დაკავშირებული წესიც იყოს. ამისათვის მე ხაზი გავუსვი იმას, რომ კარტი უფლებამოსილება როცა იქნება საქართველოსთან მხოლოდ ამ უფლებამოსილებაზე შეიძლება დახარჯოს ფული ის ბუნებრივია ვერ დახარჯავს ამას პარალელზე და მნიშვნელოვანია, რომ კონდეს მას შესაძლებლობის ასევე გასწევრის მე მჩნევ რომ შეიძლება გრანტი პროგრამებთან ჩას მოსახლეობის ჩამოყალიბების გაგეხმარება იმაში რომ ვიღაც სხვადასხვა სამინისტროში და ყველა მხარდან აქვს ძირითადად ინფორმაცია გარდა გუნდისა და ინფორმაციის მოპოვებას დაკავშირებით. რეალურად როგორ უბრალოდ იქ იყო რამდენიმე დაბა, რომელიც ამ წუთებში დოკუმენტაცია იყო რამდენიმე დაბა, სხვადასხვა თქვენთან სამინისტროშიც როცა ვიყავი, რომელიც კურირებს ამ სოფლის კრებებს და ასე შემდეგ, იმანაც სხვა იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ზოგიერთ წნებულთან მქონდა კონსულტაციები და დავატრენინგება ასე შემდეგ, იყო ერთ-ერთი დარღვევა, რომელიც მათ აღმოაჩენს, იყო ასეთი, რომ თქვა ჩაატარეს კრება ერთ-ერთ სოფელში ქოლის ომერობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანიზაციაში. ეხლა მოხდა თუ არ ვცდები, როგორც
ну ესე ჩატარეს მიცეს ინსტრუქცია სოფლის წინააღმდეგ როგორ უნდა მოხსნილიყო და ზუსტად 1 საათის შუალედში გარდა იმისა რომ ხელმოწერთან დაკავშირებით დაგოებია მოსახლეობის ეს საკითხია ზუსტად 1 საათში მოვიდა მეორე სოფლის კრებიდანაც ანუ ოქროთი გადმოწევა რომელიც ფაქტურად შეუძლებელია რომ 1 საათში ურსოფლში და ერთმანეთსუნებულმა ჩაატარო სოფლის ხარდაჭერის შესახებ კრება. ერთ სოფელს ერთ-ერთი მონებული ყავდა და ერთ-ერთი მონებული ორ სოფელს. ეგრე მოხდა. და ეს არაფერია რომ რატომ ხდება ისიც ვერ მეკითხა თქვა იმ შემთხვევაში თუ დაატრენდეთ ფიდბექს როგორ გაზომავთ თქვა ის რა ტრენდი თქვენ ჩაუტარეთ იმის მიხედვით მიმდინარეობს ყველა ის სამუშაო რომელიც გაგიქმნილია. ამის ინსტრუმენტი არის ადგილობრივი მედია, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. მე ცდილობ ვაკეთებ ისეთი რაღაცას გაკეთებას, რაც არასდროს არ გაკეთებია. ყველა ადგილობრივ მედიას, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას და ასე შემდეგ ჩემი ხელმოწერა წერილი, რომელიც ხდება ჩემი თხოვნა მასშტაბი, რომ მიაქციონ ყურადღება და გაუგზავნოთ კონკრეტულ გრაფიკს. სად როდის რა ტარდება, როგორ ტარდება და ასე შემდეგ. ჩვენ განვიხილოთ ინფორმაცია და მიაქციონ მათ ყურადღება და ნახოთ, რომ მონიტორინგი გარდა ამისა, შერჩევითი მონიტორინგი მოხდება ჩვენი სამინისტროს მხრიდან. ჩვენი სამინისტრო თანამშრომლები ისე რომ არიციან თქვათ როგორ სოფელში ჩამოვლენ, ჩადიან შემთხვევების შერჩევის პრინციპის მოსახლეობებში და ნახოთ რომ რეალურად ხდება ტარდება თუ არა, მიიღება თუ არა გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. მოგებია 3000 სოფელს ჩვენ ვერ მოვიცით. გამარჯობა, მე გამარჯობა, ხუთის სტუდენტი. Normally, we should not have to go to the evaluation. No, I'm sorry, we will not have to go to the policy with those. Because I'm so happy about ჩვენ სამინისტროში დაგეგმილია კონკურსი, საჯარო კონკურსი, საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის სისტემასაც, იმიტომ რომ ესეთი კონკურსი არასდროს არ ჩატარებულა და ყველა ჩვენი თანამშრომელი არის მოვალეობის შემსრულებელი. ჩვენ იანვარში გავაფრთხილეთ ყველა თანამშრომელს, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად და 6 თვიანი წინასწარი გაფრთხილება მივეცით მათ. ახლა მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები ზუსტდება და მალე დაიდება ვაკანსიები, ეს იქნება 100-ზე მეტი ვაკანსია სამინისტროს მოპოვებაში. და იქნება საჯარო კონკურსსაც ეს დაინტერესებული შეუძლება პროექტის საბუთის კომისია იქნება შეუძლებელი როგორც სამინისტროდან ასევე გარედან. და ჩატარდება ორი ეტაპიანი. პირველი ეტაპი იქნება ტესტირება, მეორე ეტაპი იქნება Polski შეიძლება მაინტერესებს სოფლის წვიმების შესახებ. როგორც ვიცით, ახალ რეფორმის პერიოდში სოფლის წვიმების თანამდებობა გაუქმდება და ვიცით, რომ წარმოადგენდა კავშირს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსა და სოფლის მოსახლეობას შორის და სოფლის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც იქნება საკრებულოს საბჭოს მიერ, კრების მიერ არჩეული, პასუხისმგებელი იქნება კრების წინაშე. ვინ უზრუნველყოფს ამ შემთხვევაში გაზრდილ კავშირს, რომელიც თქვათ იყო მომზადებულია სოფლის შესახებ კანონპროექტი, სადაც გაწერილი არის კონკრეტულად ვალდებულებები, ვალდებულებები გააჩნია ამ ადამიანებს ერჩევა სოფლის წარმომადგენლების მიერ სოფლის კრებაზე, გარდა ამისა მას იქნება გარკვეული პასუხისმგებლობებიც, რაც ასევე კანონმდებლობით იქნება გაწერილი. ესე არ იქნება, რომ პარტიის აირჩიეს და მე არ გააკეთებს შეასრულოს ვალდებულებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი ჩავდოთ პირველ ეტაპზე სამხარეო თვითმმართველობის დონეზე, რაც ყოველგვარ შეეძლოთ ოღონდ იქნება კრიტერიუმები, ანუ რა სულ ფარგლებში შეუძლია გაიღოს შეიძლება უსაზღვრო ხელოვნებით და ძალიან ბევრი კითხვა ისმება რეფორმასთან დაკავშირებით. ეთანხმება, რომ ბევრი
ძალიან ბევრი აქტიობა წარმოიქმნა და ბუნებრივია ამას ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დასვა. მე უბრალოდ ერთს ვიკითხავ. 2014 წლის არჩევნებისთვის თვითონ და პირველი სურათი დაალაგებული უნდა იყოს, რომ არჩევა მოხდება ახალი წესით. ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებდით წინახელის უფლებას ძალიან სწრაფი რეფორმების გამო. ხომარ ხوارჯობია ოქრიანი ხوارალი გავიზიაროთ ის რომ სწრაფ რეფორმებს ძალიან ბევრი პრობლემები მოაქვს და რეალურად თვითმმართველობას ჩვენს ქვეყანაში რეალური დამოუკიდებლობა არ ქონდა, თუნდაც მიგვეცა საშუალება რომ დავუყოვნებოდით რა მუშაობს, რა არ მუშაობს და ზუსტად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული ფისკალური დეცენტრალიზაციის პრობლემა გაგვეძლიერებია და ეტაპობრივად მივსულიყავით იქამდე, რაც ბუნებრივია ყველა ჩვენთანაც უნდა ჩვენი ქვეყნის განვითარება. ერთი ეს და მეორე. თუ 2014 წლის შეიცვლება ეს მოწყობა ბუნებრივია სამხარეო დონესაც უნდა შეეწყო და დღეს როგორც ვიცი, ყველა რეგიონი ქმნის თავისი რეგიონული განვითარების სტრატეგიას, ხუთწლიან სტრატეგიას, რომლის მესაკუთრეც ამჯერად არის ის საბჭო, რომელიც შექმნილია გუბერნატორის სამსახურთან და ვინ იქნება მისი მფლობელი და ეს სტრატეგიაც ისევ თავზე ხომ არ შემოიდება, იმიტომ რომ აკავს მას მფლობელი, ვინც უნდა ეს განახორციელოს. ასაკობება სამართალ მემკვიდრე და ეს სამართალ მემკვიდრე აიძებს ამ სტრატეგიას. თუმცა რაღაცა გადახალისება შეიძლება დაჭერდეს ამას ახალი სისტემის შემდგომ, მაგრამ ძირითადი პრიორიტეტები მაინც იქნება შენარჩუნებული. უბრალოდ ცუდი ის არის, რომ დღეს არსებული სისტემის მიხედვით ქმნით სტრატეგიას და მხარეს არ აქვს ვერკეტები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სტრატეგია შეასრულოს. ახალი სისტემის პირობებში მას ვერკეტები ეხება უფრო მეტია, რომ ეს სტრატეგია შეასრულოს. ამიტომაც ჩვენ ვართ ჩართული ამ პროცესებში და ვთქვით, რომ ისეთნაირი სტრატეგიის ფორმირება მოხდეს, რომელიც მერე გამოსადეგი იყოს მხარისთვის. კარგია ის, რომ ადმინისტრაციული საზღვრები მხარის რაზეც არსებული პირობიდან იქნება იგივე საზღვრები მომდევნო სამხარეო დონის აღებებული ფაქტორებისთვის. რაც შეეხება სიჩქარესთან დაკავშირებულ საკითხს, მეთანხმებით და მეც ხშირად ვამბობ, რომ სიჩქარეში ხარისხი უარესდება და იგროვება, თუმცა თუ ვერ მოვასწარეთ ჩვენ ამ სისტემის გაკეთება 2014 არჩევნებამდე კიდევ 20 წელს დავყავთ. ძალიან ბევრი გვაქვს დაკარგული, ამიტომ სასწავლებლის ბინაზე გვიდევს ეს ერთი 20 წლიანი დანაკარგი და მეორე ის რომ უფრო ინტენსიურად ვიმუშაოთ და არჩევნებამდე სისტემა ჩამოვაყალიბოთ და ამით არ დამთავრდეს რეფორმა და არჩევნების მერე გამძლეობდეს უფლებამოსილებების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხი. ამიტომ ჩვენად ყველაფერს არ უსვამთ 2014 არჩევნებამდე ვადაში, რომ არ გავიჭეროთ. უბრალოდ არ ვსვამთ, აი რას ვკარგავთ. რა იკარგება 2014 წლის არჩევნებისთვის ეს რეფორმა ვერ მოესწრო, რა იკარგება. ესე გვექნება ის, რომ მაგალითად ვთქვათ 200 მილიონი ყოველწლიურად იქნება ჩვენი დასანაწილებელი, ისევ ის, რომ ყველა პროგრამები არის ყოველ შემთხვევაში ვერკეტი იმისი, რომ 2014 წლის არჩევნებისთვის გაინიშნოს და მიეცეს პოლიტიკური ნება. არა, ეს იქნება მაინც კოსმეტიკური რეფორმა და არა ის, რაც უნდა იყოს. ჩვენ შეგვიძლია თქვათ დღეს გაუზარდოთ ტრანსფერები თვითმმართველობებს, მაგრამ ისეთი პრინციპით მოხდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ იქნა ჩართული ამ გადაწყვეტილების პროცესში, ისევე თუ იქნა, რომ თქვათ გამგებელი, რომელიც შეიძლება არ მოწონდეს მოსახლეობას, ან მათთან დაუკითხავად ვიღაცამ დანიშნოს ან შეარჩიოს, ის იყოს ამ მთელი ბიუჯეტის და ფინანსების გამგებელი და ასე შემდეგ. ესეთ შემთხვევაში ფორმალურად კი გავაკეთებთ ამ დეცენტრალიზაციას, მაგრამ ვერ იქნება ის, რაც უნდა იყოს. ძალიან დიდი მადლობა. ინტერესია.